ერთმანიანი დაპირისპირება. ყურადღება. დღის ბოლო ბრძოლა MMA და თქვენს წინაშეა მებრძოლი ირანიდან თეირანი უჩკუტკაში Davines to MMA-ზე საღამოს ბოლო ბრძოლა ირანი საქართველო روشت بر قلب ها هموار رهبر بود و هست حضرت کوروش به زعم ما پیامبر بوده است اولین منشور مکتوب بشر فرمان ایزدان همشاست اندر جمله آرشت از 10,000 آشیل بس توفنده تر داریوشت از سکندر 100,000 بار سر رخش و شبدیزت بلرزانند پشت عالمی کاوه و گیو و فریدون هر یکی خود رستم بال تا هموار دنیا مهد شیران خواهدت خانه اش ویران هر آن کس خانه ویران خواهدت دست اهریمن ز دریا و خلیجت دور باد چشم نامحرم به سر تا پای خاکت მილად სოლთანიანი ირანი ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახდა 28 წლის 180 სანტიმეტრი საკმაოდ მაღალი სპორტსმენი მებრძოლი მარტვილიდან საქართველო მანუჩა სადაც 6 წელი მანამდე ვიყავით დაკავებული აღმოსავლეთ თავძოლით უშოს საერთოდ სადაც აღმოსავლეთ ჩემპიონის ვერსიები გახდი ჩემპიონი ჯერ და დღემდე ვარ პირველი ქართველი მებრძოლი რომელმაც აიღო ბრინჯაოს медали მსოფლიო ასპარეზზე MMA ავირჩიე იმიტომ რომ მაინც განვითარებული არის და ყველაფრის შესაძლებლობა გაქვს დამატებული ამას სტრაიკინგს დამატებული ჭიდაობა არაფერში არ ხარ შეზღუდული და ეს უფრო მხილავდა და ამიტომ ავირჩიე მაქსვაიძე ჩემი პირველი ბრძოლა შედგა ზუგდიდში რაც აღსანიშნავია იმიტომ რომ მეც ვარ მარტვილიდან და ჩემთვის ეს იყო ემოციური ფაქტორი იმიტომ რომ ძალიან შემოგვარი მყავდა და ჩემი მეტოქე იყო ირანელი ბრძოლა იყო დამთავრდა ბოლომდე გარკვეული მიზეზების გამო მაგ ივენტზე ვერ მოვახერხე ფინიში მაგრამ პირდები მაყურებელს რომ კვირას აუცილებლად დამთავრდება ჩემი ბრძოლა ფინიშით რაც შეეხება ეხამდე ბრძოლას რომელიც ჩატარდება 6 აპრილს მომზადებული ვარ მაქსიმალურად რადგან ველოდებოდი სხვა ბრძოლას და რახან ჩაიშალა და გამოჩნდა ეს უკვე ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომზადებული ვარ რომ მოწინააღმდეგე დავამარცხო და რაც შეეხება სატიტულო ბრძოლას ეს უკვე ორმაგად პასუხისმგებლიანი არის და მაქსიმალურად ვეცდები რომ აუცილებლად გავიმარჯვა
მაქსვაიძე მექნება მეორე ბრძოლა, რაც წინა სატიტულო იქნება და მაქსიმალურად მზად ვარ ამისთვის, რომ გავიმარჯვო. როგორც მაქვს ინფორმაცია, შემდეგი ივენთი ჩატარდება აგვისტოში და ჩატარდება ისევ ზუგდიდში და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ისევ ჩემს კუთხეში ვიქნები, იქით სამეგრელოში და უფრო მეტი გულშემატკივარი მოყოლება და უფრო მეტად ხმები ვიქნები, რომ ქამარი დავტოვო საქართველოში. რაც შეეხება მომზადებას, მომზადება უკვე გავიარე, სადღაც სამ ბრძოლაზე შემოთავაზე რომ მივიღე თვენახევრის წინ. მოვემზადე ძალიან კარგად, უკვე წონის კლებისკენ ვარ და რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგებს, ვიტყოდი რომ ალბათ უფრო მჭიდავი არის გროპლერი. რაც შეეხება ტაქტიკას, ალბათ ბრძოლა გვანახებს, რას მოვითხოვ და როგორ. მივმართავ ჩემს გულშემატკივარს, დიდსაც და პატარასაც 6 აპრილს გელოდებით შატილის 4 ნომერში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. თქვენ გელოდებათ საინტერესო ბრძოლები და გულშემატკივართ ქართველ მებრძოლებს. სალსაკალდებსა უკვდავების სახეზე არ გავცვლი მე შემსახურებას მანუჩა ბაშილავა სამშობლო როგორც ვარ წარმოშობით მარტვილიდან წარმოადგენს კლუბ Warriors წითელი კუთხე მანუჩა ბაშილავა. ახლა თუ უფრო მეტი ორივე მებრძოლის შესახებ. გურჯი კუთხე მებრძოლი, რომლის ასაკიც გახლავთ 28 წელი, სიმაღლე 180 სანტიმეტრი, წონა 57 კილოგრამი, ერთი გამარჯვება და ორი ფრე, წარმოადგენს კლუბ სპორტ 313, ირანი, თეირანი, the fighter from Tehran, Iran, Milan Tatania. ხოშენგან ხელმარცხნივ მებრძოლი წითელ კუთხეში მისი ასაკი გახლავთ 29 წელი, სიმაღლე 165 სანტიმეტრი, წონა 57 კილოგრამი, სამი გამარჯვება და 4 ფრე, წარმოადგენს კლუბ Warriors-ი, მარტვილი, საქართველოს, the fighter from მარტვილი, ჯონგა მანუჩა გურჯილავა. რეფერი ოქტაგონში საბა ბეგაძე პირველი რაუნდი. ბაშასე
დღევანდელი საღამოს თავარი ბრძოლა იწყება. მილადინ სოლთანიანი მანუჩარ კვაშილავა. დაიწყო ბრძოლა. დაიკავა ცენტრი მანუჩარმა. სიმაღლეში აქვს უპირატესობა ირანელს. მეტი და 80 ძებია აუკიკი. საკმაოდ მაღალი მებრძოლია ამ წონით კატეგორიისთვის. შეგახსენებთ 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიმდინარეობს ბრძოლა. Flyweight-ში. წონით არ ამგონია აღემატებოდეს. მანუჩარი ათლეტური, აი კარგი overhand-ი. ეს როგორც ჩანს საკმაოდ კარგი სტრაიკინგი აქვს. მეტოქე კაი half kick-ი მანუჩარის შესრულებით იგრძნო ირანელმა სპორტსმენმა. შეცვალა დგომე მანუჩარმა საუფლოზე გადავიდა ისევ ორთოდოქსე. კარგი ფეხის კარგი ფეხი მიწვდა, მაგრამ ცოტა დააკლდა. შეიძლება დაჭერა. ღია იხსნება ძალიან ირანელი სპორტსმენი დათმებზე. შეტევის დროს. აი ხა აი, სწორედ აი ფეხის დროს შეიძლება. სახესუღია აქვს. მაგათ აწובה ხა მანუჩარი, აპრესინგებს. აი გაცვალეს ზაფხული მებრძოლებმა. დგომში მიდის ბრძოლა. ჯერჯერობით პარტერი არ გვინახავს. აი აქ მოხდება პარტერი. ახლა ჩავიძრე გაკრას მებრძოლები ფერით. და გარც კლავს ირანელი მებრძოლი. მანუჩარი ჯერჯერობით ცდილობს პოზიცია დააფიქსიროს. ეხლა მარჯვენა ხელი დაუჭირა ირანელმა სპორტსმენმა და ცდილობს უბრალოდ გააშეშოს. თუმცა თავადვე გაუშვა ხელი და გავიდა პირველი რაუნდის ნახევარი. შეგახსენებთ ეს არის 5 წუთიანი ბრძოლები. აი კედელთან მიიყვანა ბრძოლა, თავით აკონტროლებს, აწובה თავით. Ground pound დაიწყო მანუჩარმა. ჯერჯერობით არ არის იმდენად დამაზიანებელი მანუჩარის დარტყმები, თუმცა ნენელა ცდილობს გაიუმჯობესოს სიტუაცია, მდგომარეობა, პოზიცია. რთული ამ შეგზე ფეხებს გაცდე. სახიფათოა. ხო. სამკუთხედზე. როგორც ჩანს მანუჩარსაც არ ქონდა მაინც და მაინც გათვლა პარტერში ბრძოლას გაგზელებაზე და დგომში გაგზელდა. თამამად უტევს ირანელი. არ ერიდება. საკმაოდ დიდი უპირატესობა გაბარიტებში, სიმაღლეში და წდომში და ფეხები. აი, კარგი მარჯვენა, ახლა შეიძლება. ფეხი ახლოს მისვლა თუმცა ფრთხილად უნდა იყოს და ისევ პარტერში. მანუჩარმა ხელი. შეიძლება ხა ხელებით გაგზელება, მეც ესე ვფიქრობ, რომ ჯობდა დგომში მოხვდა ირანას აშკარად. თუმცა ამ შემთხვევაში დომინანტურ პოზიციაზე იმყოფება ქართველი სპორტსმენი და ნახოთ რა გაგზელებას იპოვის. ფიქრობ ცოტა იჩქარამ საჭმა, რადგან ხელებს იღლიდა ირანელი სპორტსმენი, მაგრამ ნახოთ გომში გაგზელდა ბრძოლა. კიდევ ერთი კაი დარტყმა, აპერკოტი და ტეიქდაუნი, მორიგი ტეიქდაუნი. სამი ტეიქდაუნი აქვს ამ ბრძოლაში. კვაშილავას. ახლა ხელი უნდა დაატრიალოს მანუჩარმა, რომ მარტივად ამოიღოს. თორე გაჭედილია, კი. რომ იმუშაოს ground pound-ი.
რაცაც ელაპარაკებს საერთოდ ხელანი. ალბათ აძლევს მითებას საჭირო იაქტიურონ და დასრულდა პირველი რაუნდი. დასრულდა პირველი რაუნდი. რაუნდის მეორე ნახევარი აშკარად მანუჩარის კარნახით წარიმართა. გოლში რამდენიმე კარგი დარტყმა გაუტარა. კარგი ოვერჰენდი იყო. ასევე გადაყვანა, შემდეგ კიდევ ერთი გადაყვანა. აი აქ ირანელი ჩავიდა თვითონ. კი, რაღაც ისეთი შტაბეჭდება დარჩა თითქოს აი გრეპლერი რო აი აქ შეიძლება, აი აქ შეიძლებოდა, აი ხა შესვლა ან მარცხენა მოკით. რაღაც მხრივ ცოტა მიუხედავად უწევდა. იმდენათი გრძელია ეს ირანელი სპორტსმენი და ესე მუხლებს ისე იქნევს, რომ ცოტა იფიქრა შეიძლება მანუჩარმა ზედმეტი არ გაერისკა და გადაიყვანა პარტერში. არ გავს ქართველი სპორტსმენი საერთოდ დაღლის. ალბათ შეამციროს მანუჩარმა დისტანცია, ლოგიკურია, ირანელს აქვს დიდი წვდომი, გრძელი ფეხები და ცდილობს აიდელებით ახლოს გადახრებით უნდა მივიდეს ალბათ. აი ამ მარჯვენა ფეხს ცოტა სარისკოდ ამატებს ხოლმე ირანელი სპორტსმენი, მარჯვენა ხელის შემდეგ იქნევს და ეგ ერთი კი, რასაც უყურებ ერთი საფიფათო ის აქვს. აი, ეგ შეტევა. ხანძადეს მანუჩარი ჩემი. აი კარგია, ხაი მარჯვენას უმზადებდა, როგორც მოგახსენეთ. ირანელი შემოვიდა. ანაკონდა ჩოუქს გაკეთების შანსი აქვს მანუჩარს. აიღო კარგად ბიცეპსი, მაგრამ მეორე მხარეს პირდაპირ აი გამოვიდა ირანელი. და მანუჩარმა ლეჩ შესრულებაში ცოტა შეცდომა დაუშვა. მეორე მხარეს წავიდა, თუმცა ისევ იგივე სურათი გვაქვს. ირანელი მებრძოლის გარდში არის მანუჩარი, მაგრამ ამჯერად ბატერფლაი გარდი აქვს ირანელ სპორტსმენს და ცდილად უნდა იყოს მანუჩარი არ გადაატრიალოს. თუმცა არაფერს არ აკეთებს არც ირანელი სპორტსმენი ამ შემთხვევაში და ალბათ ელოდება მსახს. ობერგარდი აიღო. აქ შეიძლება მუშაობა. 3 წუთი დარჩა რაუნდის დამთავრებამდე. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლას ვადევნოთ თვალყურს. ისევ ირანელი სპორტსმენის გარდში აგზელებს მანუჩარ კვაშილავა მუშაობას. ცდილობს ხა? აი აქ მაჯას კი მურა უნდა და. კი. კარგად ჩადო ირანელმა სპორტსმენმა ქუსლები მანუჩარის თეძოებთან. თუმცა გაგზელებას ფიქრობ არ აპირებს და ისე უკრავ აყენა არბიტრმა. და შეიძლება ისე მარჯვენა ოვერჰენდი. აი მოატყა მარცხენა. აი ხალხი გააგზავნეს სპორტსმენი. ჯობდა ალბათ. ხელები გაგზავნება კარგად უტყავს მანუჩარი. კარგი დარტყმები მიაყენა. და აი ქვევით იმდენად გრძელი ხელები და ფეხები აქვს, რომ ირანელი იჭერს და არ აძლევს საშუალებას მუშაობის. თვითონაც არ ცდილობს რომ გადავიდეს რაიმე ილეთზე ან
უბრალოდ ცდილობს რომ დაიჭიროს დრო გაიყვანოს. და საჯმა ააყენოს აი ესეთი არ უნდა ალბათ რომ გარისკოს და აქვს გაბარიტები რომ იმუშაოს ამ კუთხეზე. კი არც უცდი, აი ცდილობს აი იჭერს კიდე. წამოდგა დიდად მანუჩარ შეუშლია ხელი. მანუჩარი ისევ აპრესინგებს, სადა ჰაიკიკი. შეიცვალა დგომი მანუჩარმა. ოვერჰენდები გასდის ირანელ სპორტსმენს და ფიქრობ მაგაზე უნდა აღნიშნეთ ხელებს უშვებს ხშირად ფეხის დარტყმის დროს. აი ახლა უკრავით აქვს ხელები. მხოლოდ გაბარიტები ორიანი ჩაუსვას ალბათ. აი კარგი ორიანი კომბინაცია. დასრულდა მეორე რაუნდი. სურათი არ შეცვლა ამ რაუნდშიც, რამდენიმე კარგი დარტყმა გაუტარა მანუჩარმა, იყო ასევე რამდენიმე ტეიქდაუნი. ეს უფრო დამაჯერებელი რაუნდი იყო ჩემი აზრით. თუმცა, ნუ ფინიშამდე საქმე ვერ მივიდა ამჯერად. ცოტა აკლდება. კი, ვფიქრობ, აი კარგი გატარებული დარტყმის მერე აღარ უნდა გცადოს ტეიქდაუნი და აი ხა შეიძლება კიდევ ორიანი ერთი კომბინაცია. დარტყმა უნდა დაამატოს. აი ეგ შეიძლებოდა. ანაკონდა ჩოუკის ცდელობა იყო. აი კაცბე. აი პირდაპირ აი კარგი აქტიური შეტევით დაიწყო მანუჩარმა და ისევ ტეიქდაუნი. ირანელის ტაქტიკა უცვლელია. ახლა უკვე დაიწყო მუშაობა თქვათ. საკმაოდ ამტანი სპორტსმენია ეს ირანელი, იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი დარტყმა გაუშვა, რომ ადვილად ასკარად არ ითიშება. კი. სწორედ მაგითო აღნიშნეთ, აი რამოდენიმე დარტყმიანი კომბინაცია ალბათ. კი, ამას ვიძახდი, რომ ერთი მოხვედრის მერე კიდევ მალევე უნდა მეორედ მოარტყას, რომ უკვე ვაუ, გადაყვანა ერთი ფულა. ამოაძრო, სადღაი ამოაძრო ხელი, იმუშაოს. ისევ მაგას დაჭერასილობს ირანელი ებრძოლი. დაყვებით შეიძლება, მოკლე დარტყმები, ჩაქუჩები. სკარა ოპერატეს და ზიანი მიაყენოს. ზოგადად 3 წუთი დარჩა. ზოლის დამთავრებამდე, აი ხა კაი დარტყმები განახორციელა მანუჩარმა. კარგი დაყვები. აი ამჯერად უკვე აქტიურად მუშაობს მანუჩარი პარტერში და კი, აი ხა რა. საჯით შესაბამისად ალბათ არა ამუშავებს.
ბოლომდე. არა ძლევს ირანელი რომ აი რაღაც ან არც თვითონ მუშაობს აგებს აშკარად ამ ბრძოლას გარისკოს თვითონაც რაღაც ეცადოს გადაგდება ფიქრობ ირანელი ისევ ცდილობს რომ გააჩეროს ბრძოლა და საჯმა ფეხზე დააბრუნოს სხვა აი ასეც ხდება. გახოთ რა მოხდება. აი კიდევ კარგი გააგრძელოს მანუჩარმა. აი კიდევ მაღალი გდება. და გილიოტინის მცდელობა ირანელ სპორტსმენს, თუმცა კარგი კონტროლი არ აქვს ტანზე. მეორე მხარეც ჰქონდა ბატერფლაიში და ვერ გამოუვიდოდა. საით კონტროლზეა მანუჩარ ყვაშილავა, ნიონ ბელი. გაინჯობეს მანუჩარმა პოზიცია, ნახოთ ფიქრობ რომ ისეთ პოზიცია აქვს შეუძლია იმუშაოს და აღარ უნდა მისცეს საჭს იმის საშუალება რომ ფეხზე დააბრუნოს. შეიძლება დაყვებით მუშაობა და შეუძლია მუდმივ ჩააჭიროს ტანში და გაუკეთოს კარგი დარტყმები. არა აქვს გასახანი ადგილი ირანეს. ამასობაში სულ რაღაც 22 წამიღა დარჩა ბრძოლის დასრულებამდე და თავდება ბრძოლა ალბათ გარის. აი. ბოლო წამები, 10 წამი. დამთავრდა ბრძოლა. დასრულდა ბრძოლა, აშკარა უპირატესობით ჩაიარა ბრძოლა მანუჩარ ყვაშილავასი, თუმცა დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას. და საჯების ვერდიქტი ცნობილია. დავით ქირია სად არის? თუ შეიძლება ამოვიდეს ბატონი დავით ქირიაც. ესეთი აქტიური მოსწავლეები ყავს მანუჩარს, მე მგონი მოსწავლეები არიან, მე ესე მივხვდი. ასევე ვთხოვ ოქტაგონზე გიორგი კაბულაშვილს, შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტს და ლექსო ფილფანს, ალექსანდრე ფილფანს ასევე უდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ვთხოვთ.
სულ ცოტაც დაველოდოთ ოფიციალურ განაცხადებას. A little bit patience and now I will announce. კარგი. სანამ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს, კითხოთ აგერ შერეული ბრძოლების თავარ პერსონას, პრეზიდენტს ბატონ გიორგი კაბულაშვილს, როგორი შტაბ-შტილება ჰქონდა, როგორი შტაბ-შტილება დაგჭირდა დღევანდელი დაპირისპირებების შემდეგ. საგამომშვიდობის მოგესალმებით ყველა თითოეულ თქვენთანაც. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურობისათვის, გულშემატკივრობისათვის. ჩვენი ეს საღამო იყო, რავი, ჩვენი ფედერაცია ყოველთვის ხარ დაუჭერს მაქსფაიტს, უჭერდა და დაუჭერს, რაც შეგვიძლია შეძლებიდან გამომდინარე, რაც შეეხება დღევანდელ ბრძოლებს, ნორმალური ბრძოლები იყო, მომეწონა და შემდეგში კიდევ რა ვიცი, როგორც თქვით, როგორც დავითმა თქვა, ბატონმა დავითმა, გამარჯვებული ბრძოლებს მანუჩარი. გამარჯვებული გველოდება მე მგონი და შემდეგ უკვე ბატონ ალექსანდრე ფილფანსაც გადავცეთ სიტყვა. Please. და საჯების გადაწყვეტილებით დღევანდელი დღის მთავარი ორთაბრძოლის გამარჯვებული გახლავთ. მებრძოლი ტიტან კუთხეში Manuchar Kwashilova, the winner of the fight is the fighter from the red corner, Manuchar Kwashilova. Მოწინააღმდეგეს სურს მებრძოლს მილად სულტანიანს სურს ერთი სიტყვის თქმა. Hello Georgian people. سلام میکنم به همه هموطنان از گرجستان. فقط خواستم لنگو رو بگیرم و بهتون بگم اولین چیزی که تو ورزش‌های رزمی بابه ادبه. و یه ایرانی هیچ وقت قبل فایت، قبل مبارزه، قبل جنگیدن بیادبی نمیکنه به حریفش. چه قبلش چه بعدش احترامشو میذاره. ایرانی حرفشو تو قفس میزنه. فقط خواستم همین رو بگم. Thank you. خان მოკლედ ვერ გადავსარგუნი ირანული არ მისწავლია სამწუხაროდ, მაგრამ მოკლედ ალბათ რაღაც ის თქმა უნდა და მე გავარკვევთ. დიდი მადლობაო ქართველებსო, დიდი მადლობაო ჩემს მწვრთნელებსო, ასევე გულშემატკივარს და ყველასო და მაშინ აპლოდისმენტები ამ ადამიანს, რა თქმა უნდა. დავით მეგობრებო, როგორ თქვით, ზუგდიდში აგვისტოში, სადაც გაიმართება მაქსფაიტის კიდევ ერთი გრანდიოზული ტურნირი, მან ერთ-ერთი საჩემპიონო ბრძოლა იქნება MMA-ში, რომელსაც გამართავს მანუჩარ კვაშილავა და მას ულოცავ გამარჯვებას და მოემზადე ზუგდიდისთვის. ლექსო ფილფანსაც ვთხოვოთ შტაბ-შტილებების შესახებ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა მაქსფაიტს, მადლობა შერეული ორთაბრძოლების ფედერაციას, მადლობა კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ხახუთაშვილს, რომელიც აქ არ იმყოფება, იქიდან გულშემატკივრობს და მე მინდა აღვნიშნო და ყველა დამეთანხმება, რომ ლამაზი საღამო იყო, ნამდვილად კარგი ორთაბრძოლები იყო. წლებია ვაკვირდებით, ვითარდება ყველა სპორტის სახეობა ქვეყანაში და ამაში ლომის წვლილი გაქვთ თქვენ, გიორგის, დავითს და ჩვენს მეგობრებს. წარმატებებს უსურვებ მაქსფაიტს და წარმატებებს უსურვებ სპორტს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში.
მადლობა ყველა მხარდამჭერს, ორგანიზატორებს, წამყვანს და ყველა თქვენთაგანს. ვირფასო მეგობრებო. მადლობთ. დიდი მადლობა ყველას და ეხლა უკვე გამარჯვებული სიტყვის მოსმენის დროც მოვიდა. მანუჩარ კვაშევა იბრძოლებს კამარზე ზუგდიდში აგვისტოში, მანამდე კი აგერ მიკროფონი. მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ტრადიციულად ეს ჩემი ბრძოლა უშუალოდ წავაგებ თუ მოვიგებ არ აქვს მნიშვნელობა. ყოველთვის ეწყნება ჩემ ძმას, რომელიც სახში არის და ერთში ზის. ის რა ბრძოლასაც გადის ყოველდღიურად. ეს ბრძოლა მაგასთან არაფერია და მე რითაც შემიძლია იმით წარმოვაჩენ მაგას. შემდეგ მადლობა ორგანიზაციას, რომ მომცა ესეთი შანსი, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის რადგან თავარი ბრძოლა პირველად ვიბრძოლე ცხოვრებაში და მაინც გარკვეული ის დატოვა მაინც. მადლობა ყველას, თავარია ბოლოს შედეგი. მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მშობლებს, ყველა გულშემატკივარს, მადლობა მაქს ვაიტის დამფუძნებელს დავით ქირიას. კიდევ ერთხელ რომ მომცა შანსი და გპირდებით უკვე საჩემპიონო ბრძოლა რომ ექნება ზუგდიდში, მაქსიმალურად მომეზადები იყო გარკვეული რაღაც შებერხებები, რის გამოც ვერ მომეზადე. მომიწია ქვეყნიდან გასვლა და ამან გარკვეული მაინც ის დატოვა. და მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს მოსწავლეებს. მე მინდა მაგათთვის იყო მაგალითი. იულოცოთ მანუჩარს. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და შევხვდებით ზუგდიდში, სამეგრელოში. და წარმატება უსურვოთ საჩემპიონო ბრძოლაში. ჩვენს დავამშვიდობოთ მაყურებელს და შევხვდებით მომავალ ივენტზე. კარგად მზადდებოდეთ. მადლობა გულშემატკივრებს, კარგად მზადდებოდეთ.